მამისათა, დაძისათა, დასულისაწმინდისათა, ამინ. ჩვენთან არს ღმერთი. ქრისტეს მიერ საყვარელნო, მამანო, ძმანო და დანო, ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს, კვირას, მეორე კვირას, დიდი და წმინდა მარხვისა. ამ წმინდა დღეების ორი შვიდეული განსრულდა. შევაფასოთ საკუთარი თავი ამ დღეების განმავლობაში. გულწრფელად ვაღიაროთ რას ვაკეთებდით ამ ორი კვირის განმავლობაში, როგორი იყო ჩვენი მარხვის დღეები. იყო ეს დღეები მიტევების, შენდობის თხოვნის, მოწყალების, მოთმინების, ლოცვის, მარხვის არა ესეთი ზედაპირული და მექანიკური დამოკიდებულების, არამედ გააზრებულის, რომ მე თავს ვიკაებ არა მხოლოდ საკვებზე, არამედ თავს ვიკაებ ავ სიტყვაზე, თავს ვიკაებ განკითხვაზე, თავს ვიკაებ გონებაშიც, რომ არ გავივლო ბოროტება, ბილწი აზრი, ლანძღვა თუ გინერბა, თუ განკითხვა. და შევთხოვ თუ არა მე უფალს, რომ ღმერთმა გამკურნოს იმ ვნებათა და ბოროტთაგან, რომელიც მჩვევია მე. დღევანდელი სახარება აი ამგვარი კურნების მაგალითია, ძვირფასო ძმანო და დანო. როდესაც უფალმა განკურნა ადამიანი განრღვეული, ანუ დამბლვა, დაცემული და ადამიანი, რომელსაც არ შეეძლო მოძრაობა. და აი ამ კურნების პირველი ნაბიჯი იყო ვედრება ამ ადამიანის ახლობლებისა, რომელთაც საკაცით მიიყვანეს ეს კაცი ქრისტესთან. ეს იყო მათი ლოცვაც, ეს იყო მათი თხოვნაც, ეს იყო მათი იმედიც და მათი რწმენაც. ჩვენ არ ვიცით, რაოდენ დიდი იყო მათი სარწმუნოება, რაოდენ გულმხურვალი იყო მათი ვედრება. მაგრამ ჩვენ ხედავთ წმინდა წერილის
სიტყვებიდან, რომ დიდი იყო ქრისტეს მოწყალება ამ ადამიანის მიმართ. ქრისტე ამ ადამიანს ეუბნება პირველი სიტყვა კურნებისა იყო მიგეტევნე შენ ცოდვანი შენიო. ცოდვათა მიტევება ამ ადამიანისათვის. ეს უკვე დაავადებული ადამიანია, მას მოძრაობა არ შეუძლია. ის შეზღუდულია თავის ქმედებაში და მოგეხსენებათ ზოგჯერ დამბლის დროს ადამიანი შეზღუდული არის მეტყველებაშიც. ადამიანია, რომელიც წევს მხოლოდ და თავისთავად არის გასაგები, რომ საუბარია არა იმ ცოდვებზე, რომელიც ამ ადამიანმა ჩაიდინა ასეთ მდგომარეობაში ჩავარდნისას, არამედ იმაზე, რასაც ადგილი ჰქონდა მის ცხოვრებაში მანამდე, სანამდე ამგვარად დასნეულდებოდა. წმინდა წერილი არ გვეუბნება ჩვენ ამის შესახებ არაფერ კონკრეტულს. მაგრამ ხედავთ, რომ ქრისტე თავისი ღვთაებრივი ძალაუფლებით ამ ადამიანს აძლევს შენდობას. შენდობას აძლევს იმიტომაც, რომ ხედავს ამ ადამიანის გულს და სავარაუდოა, რომ ეს ადამიანი თავის ცოდვას ხედავს, განიცდის და ხვდება, რომ ღვთის წინაშე არის ცოდვილი. ხვდება, რომ მისი მდგომარეობაც არის შედეგად მისი ცოდვებისა. და ამიტომაც კურნების პროცესიც იწყება აქედანვე, ცოდვათა მიტევებიდან, ცოდვისაგან განთავისუფლებიდან, ღვთაებრივი მადლით, ღვთაებრივი ძალით. და უკვე ამის შემდგომ ეუბნება მაცხოვარი განღრეულს, ადეგ აღიღე ცხედარი შენი, ანუ შენი საკაცე და ვიდოდეო. ჩვენ რო წარმოვიდგინოთ დამლად აცემული ადამიანი და ყველას მოგვეხსენება, რომ როდესაც ადამიანს დამბლის შემდგომ რეაბილიტაციის ხანძლივ პროცესს უტარებენ, თუ რაოდენ სუსტი არის მისი ძალები, რომ ის თავიდან სწავლობს სიარულს, ლაპარაკს, ხელის მოძრაობას, ჭიქის, კოვზის, ჩანგლის დაკავებას, ჩაცმას და ასე შემდეგ. მას ასწავლიან თავიდან, სანამდე და ამასთან ერთად სარეაბილიტაციო პროცესში აკვირდებიან, თუ როგორ მისი სხეული ძლიერდება და შესაბამის სამედიცინო პროცედურებს თავაზობენ
ავამტყობს. და აი ქრისტეს მიერ მინიჭებული კურნებით ჩვენ ვხედავთ სხვა ვითარებას. მაცხოვარი ეუბნება აღზრდე აღიღე შენი ცხედარი, ანუ ის რაზედაც შენ იწექი, ის საკაცე და ვიდოდე. ეს ადამიანი წამის ყოფით იკურნება, ძლიერდება მისი სხეული, მტკიცდება მისი ყველა ასო სხეულისა. მას შეუძლია აიღოს საკაცე, რითაც ის მოიტანეს. და ეს სავარაუდოდ არის ხის მასალით შეკრული საკაცე, მას შეუძლია აიღოს ის, დაიკავოს ხელში და წავიდეს ამ ტვირთთან ერთად. აი როგორი არის ქრისტესაგან მონიჭებული კურნება, ძვირფასო ძმანო და დანო. ეს არ არის კურნება მონიჭებული ადამიანის თუ მეცნიერების მიერ. ეს არის კურნება მონიჭებული ღვთის მადლით, ღვთის სიტყვით. და უკეთ ღმერთი ინებებს ამგვარი კურნების მონიჭებას, მაშინ ყველანაირი სენი და უძლურება სხეულისა ქრება, უკან იხევს. ადამიანი ხდება ჯანსაღი. ძლიერდება მისი სხეული და იკურნება მისი სული. და ამგვარად, ძვირფასო ძმანო და დანო, ჩვენ უნდა ვხედავდეთ საკუთარი თავის კურნების წყაროსაც, სულიერად და ხორციელად. და პირველად კურნებისათვის ჩვენ გვჭირდება ცოდვათაგან განთავისუფლება. ამ ადამიანში თითქოს უკვე განღვეულში, თითქოს უკვე ყველა ხორციელი ძალა გამოცლილი იყო. დამცხრალი იყო მისი ვნებანი, შფოთი, სიბრაზე, ფორიაქი, საპირდაპირო სქესისაკენ ლტოლვა, ეს ვნებები ყველაფერი ავამტყოფობას ჰქონდა, ესე ვთქვათ, მოშორებული, წაღებული. იმიტომ რომ ავამტყოფობისას ადამიანი ამაზე ვერ ფიქრობს. საჭმელზედაც კი ვერ ფიქრობს ავამტყოფი მოგეხსენებათ. რომ საჭმლისაგან მიიღოს რამე სიამოვნება. და ასეთ მდგომარეობაში მოდის ძვირფასო ძმანო და დანო, მოდის დახმარება უფლისაგან, მოდის
მადლის მოქმედების ჟამი. იმიტომ რომ დამცხრალია ყოველი მნება ადამიანის სხეულში, მის გულში. მას არ აინტერესებს ვინა წარმატებული და მდიდარი, ვინა მასზე მაღალი თუ ლამაზი. თუ ადამიანი ამგვარად არ ფიქრობს და საკუთარ თავს ავადმყოფობისას არ უღრმავდება, სამწუხაროდ მაშინ ეს მაჩვენებელია დიდი ეგოიზმის, ურწმუნოების, საკუთარ სულზე არ ზრუნვის. ხოლო თუ ადამიანი ამგვარ ვითარებაში იწყებს ჩაღრმავებას საკუთარ თავში, ხედავს მის არასრულყოფილებას ღვთის წინაშე, თავის შეცდომებს, თავის ცოდვებს, ღვთისა და კაცთა წინაშე, არ დრტვინავს და ღმერთს მადლობს, ამგვარი ავადმყოფობა ადამიანისათვის იქცევა სულის ცხოვნების საშუალებად. მისი უკვდავი სულის გადარჩენის და ღმერთთან თანამკვიდრობის საშუალებად. და ადამიანი ამას ხვდება და მადლობს ღმერთს კიდევ უფრო მეტად, რომ ის გადაყენა თუნდაც აი ასეთი მტკივნეული გზით განაყენა ბოროტებას და ცხოვრებისეულ შფოთს. და ჩვენს ძვირფასო ძმანო და დანო, ის ცოდვა თუ არასწორი ჩვევა, თუ რომელიღაც ჩვენი მიდრეკილება, რომელიც არ არის ღვთის წინაშე სწორი, ან ჩვენ თუ გვინდა რომ გავძლიერდეთ ამა თუ იმ სათნოებაში, ლოცვაში, ჩვენ ეს ყოველივე უნდა ვთხოვოთ უფალს, რომ ღმერთო, შეეწიე ჩემს უძლურებასა და ურწმუნოებას და შემძინე მე სარწმუნოება, განმაყენე ცოდვას, მომეც ლოცვის ძალა, მოთმინება ლოცვაში და მომეც მე უფლება შენთან ურთიერთობისა და მიახლოვების, დაახლოვების. და ღმერთი თავისი მოწყალებით და ყველაფერზე აღმატებული წყალობით მოგცემს ჩვენ განწმენდასაც, კურნებასაც, განგვამტკიცებს ჩვენ წმენაშიც და თავად მოვა ჩვენთან ახლოს. ეს უნდა გვახსოვდეს ძვირფასო ძმანო და დანო და აი მარხვის დღეები ყველაზე და განსაკუთრებულად დიდი და წმინდა 40-ის დღეები, დიდი მარხვისა, ეს არის ყველაზე ხელსაყრელი ჟამი
აი ასეთი განწყობისათვის. ამიტომაც ნუ დავკარგავთ ნურცერთ დღეს ღმერთზე ფიქრის და საკუთარი სულის გარდაჩენისათვის ფიქრის გარეშე. ღმერთმა ყველას მოგცეს ჩვენ ამისი ძალა. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი.